ქალი არ არის სანდო. კონსულტაციებზე ბევრჯერ მსმენია მამაკაცებისგან, რომ ქალი სულ სხვა ადამიანად გადაიქცაო. ახლა ორ სიტყვაში აგიხსნით რაშია საქმე. საქმე იმაშია, რომ შენ კი არა, თვითონ ქალმაც კი არ უნდა ენდოს თავის თავს მარტივი მიზეზის გამო. ეს არის თქვენი ურთიერთობის რომანტიული ფაზა. აქ ის გეუბნება, რომ ძალიან მიყვარხარო. გეუბნება, რომ ღალატი უსაზღრესი რამ არისო და ის არ გატყუებს. ის იმ მომენტში სიტუაციურად მართლა მას ეგრძნობს. პოლიგრაფზეც კი რომ დასვა, დადასტურდება, რომ ის არ იტყუება. იმიტომ რომ ის თავსაც იტყუებს. იმიტომ რომ იმ მომენტში ის ნარკომანივითა, დოფამინის ბუსტზე ზის. ის ყოველღამე ძილისწინ აუცილებლად გულის სმაილს გწერს. რაიმე გაუგებრობა თუ შეიქმნება, მოწიწებით ცდილობს, რომ შემოგირიგოს. და ნუ მოკლედ გარეთ კარგი ამინდია. პეპლები დაფრინავენ და ჩიტები ჩიკტიკებენ. შენ კი მაგ ყველაფერს რომ ხედავ, ფიქრობ, რომ თქვენი ურთიერთობა არაა სხვებისნაირი. პირიქით, რაღაც ზღაპრული სიყვარულიაო. საქმე იმაშია, რომ დოფამინი არის პასუხისმგებელი მოლოდინზე და სიახლეზე. გადის დრო და ეგ ჰორმონალური ბუსტი ნელ-ნელა იწყებს კლებას და გასაგებია, რომ ეგ ბუნებრივი პროცესია, რადგან მთელი ცხოვრება მოლოდინი და სიახლე ვერ იქნება. შეყვარებულობა, მოგზაურობა, საჩუქრები, დაოჯახება, თანაცხოვრება, ბავშვები და მორჩა სიახლეები. რაც უფრო ახლოვდებით ერთმანეთს, მით უფრო პრაგმატულ ფაზაში გადადიხართ, სადაც უკვე რუტინული პასუხისმგებლობების აღების დრო დგება და ზუსტადაც აქ იწყება ჩავარდნა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი. თავისთავად მაგ ჰორმონალური ბუსტის კლების სიჩქარე არის ინდივიდუალური. ზოგ ქალში ორთვიანი შეყვარებულობის შემდეგ იწყება, ზოგში კი 10 წლიანი ქორწინების შემდეგ. ეგ არის იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად გაცვეთილია ქალის დოფამინის სისტემა. შესაბამისად, ქალი სხვანაირი კი არ გახდა, უბრალოდ მისი ბირთვი გამოჩნდა. ზუსტად ამიტომ, შენ თავიდანვე უნდა გაიცნო ქალის ბირთვი.